კალენდარული და სამუშაო დღეების გამოცვლა უნდა გავაკეთოთ ამ ვიდეოში, თუმცა სანამ უშუალოდ ფორმულებზე გადავიდოდეთ, მანამდე განმარტავ. კალენდარულ დღეში მოიაზრება კვირის ყველა დღე შაბათ-კვირის ჩათვლით, ხოლო სამუშაო დღეებში მოიაზრება ყველა დღე გარდა შაბათი და კვირის. მოგეთ ცხრილს რო შევხედოთ, მოცემულია თარიღი 1, მოცემულია თარიღი 2 და მე მაინტერესებს რამდენი კალენდარული დღეა გასული აი ამ ორ ფორმულას შორის. სანამ უშუალოდ ფორმულას წერას დავიწყებდე, მანამდე ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში, ისევე როგორც Excel-ის სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი და იგივე პასუხის მიღება შეიძლება ბევრნაირად. და აქაც ზუსტად ანალოგიური თემაა, თუნდაც ის, რომ კალენდარული დღეების მიღება შემიძლია ძალიან მარტივი არითმეტიკული მოქმედებით, ანუ შემიძლია უბრალოდ ერთ თარიღს გამოვაკლოთ მეორე თარიღი და როცა მივიღებთ პასუხს, ეს ნიშნავს, რომ აი ამ ორ თარიღს შორის გასულია ამ кейსის შემთხვევაში 2892 კალენდარული დღე. როცა ჩამოვავრცელე, ყველგან ანალოგიურად გაიგებს მოცემულ ორ თარიღს შორის გასულ კალენდარულ დღეებს. იგივე რაღაცის გაკეთება შეიძლება ასევე ფორმულით, რომელსაც ქვია date diff. ეს რა დავწერ date diff. თუმცა ამ ფორმულაზე ვიდეო უკვე ჩაწერია და ამიტომ ამ ნაწილში ამ ფორმულას დეტალურად აღარ განიხილავ. რაც შეეხება სამუშაო დღეებს. სამუშაო დღეების შემთხვევაშიც შეიძლება რამოდენიმე ფორმულის გამოყენება, თუმცა რა ვიცი, ჩვენი кейსის შემთხვევაში შეგვიძლია გავაკეთოთ network days. მოკლედ წერთ ტოლობას, მე ვწერ network days. და როგორც კი წერას ვიწყებ, Excel-ი გვთავაზობს ორ ვერსიას. ორივე ფორმულით შეიძლება გავიგოთ სამუშაო დღეები, თუმცა პირველი ვერსია არის უფრო მარტივი, მეორე network days internationals, ამას ცოტა მოგვიანებით განვიხილავ. მოკლედ დავაწყაპუნე ორჯერ სწრაფად, გამოდის fx-ის ფანჯარა, იმისთვის რომ უფრო ხილვად იყოს თქვენთვის პროცესი და ვიწყებთ. პირველ ნაწილში უნდა მივთითოთ საწყისი თარიღი, ანუ საიდან უნდა დავიწყოთ დათვლა და ეს არის პატარა თარიღი და ჩვენ შემთხვევაში ეს არის 100. End date-ში ვუთითოთ სანამდე მინდა რომ დაითვალოს და ეს ჩვენ შემთხვევაში ეს არის B3 ფანჯარა, ანუ აქედან აქამდე. და შემდეგ გადავდივართ უკვე holidays graph-აზე. ეხლა როგორი თემა არის? უკვე სანამ holidays graph-ას შევავსებდეთ, მანამდე visuals მინდა რომ დააკვირდეთ. როდესაც გამუქებულია ესეთი წარწერები, ეს Excel-ისთვის ნიშნავს იმას, რომ არის სავალდებულო graph, ანუ ამის შევსება არის აუცილებელი. მაგრამ ცოტა light version თუ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი შევსება აუცილებელი არ არის. ანუ არის შემთხვევები, როცა შემიძლია საერთოდ არაფერი არ მივუთითო holidays-ში და არის შემთხვევები, როდესაც case-იდან გამომდინარე მჭირდება ამ graph-ის შევსება და არა იმიტომ, რომ სიტყვაზე ეს function argument-ის, ანუ fx-ის graph-ას საჭიროებს აი ამ შევსებულ graph-ას. მოკლედ, ჩვენი case-ის შემთხვევაში შეგვიძლია საერთოდ არც არაფერი დავაწყაპუნოთ, ჩავწეროთ, ისე დავაწყაპუნოთ ეგრევე OK-ს და ვღებულობთ პასუხს. ეს იმას ნიშნავს, მიღებული პასუხი 2067, რომ აი ამ ორ თარიღს შორის გასული არის 2067 სამუშაო დღე. არ ითვლება შაბათი და კვირა. ჩამოვავრცელებ და ანალოგიურად ყველა პასუხის кейსის შემთხვევაში დაწერს ანალოგიურ პასუხს. თუმცა ახლა დაუბრუნდები მე საწყის fx-ის ფანჯარას და აი ამ holidays განმარტავ. რა შეიძლება იყოს შეყვანილი აი ამ holidays graph-ში? ეს არის განყოფილება, როდესაც მე შემიძლია Excel-ს უთხრა დამატებით დასვენების დღეები. სიტყვაზე, თუ აქ არაფერს არ ვავსებ, ეს ფორმულა network days-ი ისედაც გულისხმობს, რომ შაბათ-კვირას გამოტოვებს და ისე დაიწყებს დღეების დათვლას. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ აი მაგალითად ჩვენი საქართველოს მასშტაბით რო ავიღოთ, აი 26 მაისი ჩვენთან არის დასვენების დღე და მინდა რომ ეს 26 მაისიც გაითვალისწინოს და აღარ მიათვალოს გამოთვლის დროს, ხო? ამ შემთხვევაში მე შემიძლია holidays graph-ში მე თვითონ ავკრიფო 26 მაისი, ოღონდ ამ შემთხვევაში ნახეთ, თქვენთან Excel-ის სწორად როგორც ითხოვს წერას იმის მიხედვით, ანუ რეალურად ეხა ჩემი ის რა ქვია ცხრილის მიხედვით ხედავთ, რომ ჯერ წერია თვე, მერე წერია რიცხვი და მერე წერია წელი. ანალოგიურად მე უნდა დავიწყო ჯერ 05-ით, მერე დროფი, მერე 26 და მერე 2021. ეს იმ შემთხვევაში თუ ეს graph მაინტერესებს just, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მე მარტო ერთი წლის მონაცემი კი არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს ყველა.
ამ შემთხვევაში ან რას გულისხმობ? ყველეთ აქ ხო რამდენიმე წელია. მე თუ მინდა ყველა წლის 26 მაისი ჩაითვალოს, ეს გაითვალისწინოს დათვლის დროს, ამიტომ ყველა წლის 26 მაისი უნდა ჩამოვწერო. ან შემიძლია აქვე ჩავწერო holidays graph-ში, ან უბრალოდ შემიძლია სადმე გვერდით ჩამოვწერო ყველა წლის 26 მაისი, რომელიც ცხლის მიხედვით ჭირდება და მე ის ნაწილი მოვნიშნო გვერდით. ამ შემთხვევაში ახლა ჩვენ არაფერი არ გვაქვს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ესე სასიცოცხლოდ ჩამოწეროთ და მე უბრალოდ ამ წლის ან 21 წლის 26 მაისს გავითვალისწინებ, ამიტომ ხელახლა შევიყვან 5, 26, 20, 21 და აუცილებლად ჩავსვამ ბრჭყალებში, იმიტომ რომ Excel-მა გაიგოს და აღიქვას როგორც თარიღი და ვეუბნები OK-ს. და თუ იყო მანამდე ნახეთ, Ctrl-Z-ით დავაბრუნებ, თუ იყო 2067, ეხლა როდესაც გავათვალისწინებინე 26 მაისი, გახდა 2066 სამუშაო დღე.